ეხლა კი ლიბანური პერსპექტივიდანაც მოვისმინოთ. ჩვენთან ერთადაა დავით დაუდი, დემოკრატიების დაცვის ფონდის უფროსი მკვლევარი, რომელიც ჰეზბოლასა და ლიბანს სწავლობს. დავით, დიდი მადლობა, რომ დღეს IOC4 News-ზე ჩვენთან ერთად ხართ და ჩვენ გვაქვს საკმაოდ ისტორიული შეხვედრა. პირველი ასეთი ტიპის პრეზიდენტების შეხვედრა თითქმის 20 წლის განმავლობაში. ახლა მოვისმინეთ, როგორ აღიქვეს ეს ვაშინგტონში, მაგრამ როგორ მიიღეს დონალდ ტრამპთან ეს შეხვედრა ლიბანში. მადლობა, რომ დაპატიჟოთ გადაცემაში. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა იმის სათქმელად, რა ზუსტი შედეგები ექნება ამას ლიბანში. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს აუანს პოზიციებს გაუმყარებს ლიბანში. ეს არის იმ აზრის ნაწილი, რომელსაც ტრამპი ავრცელებს. პრეზიდენტი ტრამპი თავისი ავტორიტეტით, შეერთებული შტატების ავტორიტეტით, ამ შეხვედრის მეშვეობით აუანს მხარს უჭერს. ამით აუანს წარმოაჩენს როგორც შეერთებული შტატების მთავარ საკონტაქტო პირად ლიბანში. დიდი ხნის განმავლობაში სამწუხაროდ ეს ადამიანი იყო ნაბიჰ ბერი, პარლამენტის სპიკერი, რომელმაც თავი წარმოაჩინა თითქოს ჰეზბოლას უფრო ზომიერ ვერსიად შიიტურ საზოგადოებაში. მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. ის ყოველთვის იყო უკანასკნელი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის იყო შიიტური დუეტის პოლიტიკური მხარე ამ ორი ორგანიზაციის, ამალისა და ჰეზბოლას კოლგის ქვეშ. აუნი ეხლა ცდილობს თავის სხვანაირად წარმოაჩინოს. თითქოს მას ნამდვილად აქვს გეგმები, რომ ლიბანი დააპენოს იმ გზაზე, რომ ლიბანმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც შეერთებული შტატების შუამავლობით ისრაელთან დადებული შეთანხმებებით აიღოს საკუთარ თავზე. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ლიბანის საკუთარი კანონები ამ ეტაპზე. ნახავთ მოხდება თუ არა ეს, ნახავთ რას მოიტანს ეს მხარდაჭერა, მისცემს თუ არა ეს აუნს საშუალებას გააკეთოს ის, რაც მას სჭირდება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბანის პრეზიდენტი არ ფლობს ლიბანში რეალურ აღმასრულებელ უფლებამოსილებას. ის არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, მაგრამ პირდაპირ არ აკონტროლებს არმიას. ეს ხდება კაბინეტის და პრემიერ-მინისტრის მეშვეობით. ერთად მათ აქვთ უფლებამოსილება ლიბანის შეიარაღებულ ძალებს ბრძანებები გასცენ. ასე რომ აუნი მართლაც მოდის, იცით რომ გაზარდოს თავისი პრესტიჟი და იმედოვნებს, რომ ამას უკან წაიღებს და გამოიყენებს იმ ძალაუფლებას, რაც მის ოფისს აქვს, რათა კაბინეტს სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგოს. ნახავთ, იმუშავებს თუ არა ეს და ნამდვილად ისეთივე კეთილშობილურია თუ არა მისი განზრახვები, როგორც თავს არ მოაჩენს. რაც მოვისმინეთ, პრეზიდენტ ტრამპს ჟურნალისტმა კითხა ნაბი ბერის კრიტიკაზე ამ შეთანხმების მიმართ. ტრამპმა ძირითადად თქვა, რომ ფიქრობს ბერი შეუერთდება, როცა წარმატებას დაინახავს. არის თუ არა ნიშნები, რომ ბერი ტონს იცვლის, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის შემდეგ. არა, ეს ისევ არ არის უპრეცედენტო ვიზიტი. ეს არის პირველი ვიზიტი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბერი თავის თანამდებობაზე 1992 წლიდან არის, თუ სწორად მახსოვს. ბერი მთელი ეს დრო იგივე ბერი იყო. და სხვადასხვა დროს ტონს ამცირებდა, სხვადასხვა დროს ტაქტიკას ცვლიდა. საბოლოო ჯამში მთავარი ისაა, რომ მან სცადა ჰეზბოლას დაცვა ზომიერების იმიჯით, პოლიტიკური გზებით. მისი საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივები და ამალის ლეგიტიმაცია ჰეზბოლაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ხომ ასეა. ეს პარტიები სიმბიოზში მოქმედებენ. ჰეზბოლამ და ამალმა სამოქალაქო ომის ბოლოს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ირანისა და სირიის შუამავლობით შედგა, რომ ერთი მხარე აიღებდა ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტს, პატრონაჟის ასპექტს. ეს არის ამალის მოძრაობა, ხოლო მეორე მხარე აიღებდა წინააღმდეგობის, იარაღის და სხვა მსგავს საკითხებს. და ასე საკმაოდ ეფექტიანად გაინაწილეს როლები. და მათთვის ხელსაყრელია, რომ ორივემ ერთად იმუშაოს, რათა შიიტური საზოგადოების მხარდაჭერა შეინარჩუნონ, რადგან ორივე ინარჩუნებს მხარდაჭერის ლომის წილს შიიტურ საზოგადოებაში. ასე რომ თუ ამალი გააბრაზებს, ჰეზბოლას შეუძლია შემდეგ ამ შიიტური საზოგადოების სეგმენტი თავისკენ გადაიყვანოს და ისინი ამალისა და ბერის წინააღმდეგ მოაქციოს. და შეიძლება მან პარლამენტში ადგილები დაკარგოს. ისინი ერთად მონაწილეობენ საარჩევნო სიებში. შეიძლება მომავალში მან დაკარგოს მხარდაჭერა, თუ მაშინაც ცოცხალი იქნება, ან მისი მემკვიდრე პარლამენტის სპიკერის პოსტზე და ასე შემდეგ. ამალას პერსპექტივები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჰეზბოლასთან. ასე რომ მე არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა რაიმე ისეთი შეიძლება შესთავაზოს, რაც მას დაართმუნებს შეუერთდეს, რადგან კიდევ ერთხელ ამ ადამიანის პირადი ინტერესი ჰეზბოლას მხარდაჭერაშია, რომელიც კვლავ ძალიან ძლიერია შიიტურ საზოგადოებაში. მოდით ვისაუბროთ იმაზე, რასაც რეალურად ხედავთ სამხრეთ ლიბანში. ლიბანის არმია აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა დაიწყეს განლაგება სამხრეთ ლიბანის ქალაქ ზაატარი ალღავიეში, მას შემდეგ რაც ისრაელის ძალები უკვე გავიდნენ ამ ტერიტორიიდან. მაგრამ დევიდ, რას ხედავთ მთავარ გამოწვევად ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის ამ ეტაპზე, ამ სამ საცდეცდელ ზონაში?
თუ ჰეზბოლას საბრძოლო ძალების რაიმე ნარჩენი დარჩა და მე ვარაუდობ რომ დარჩა, ხომ ასეა. იყო შეცდომა, რომელიც შეტანილი იქნა 3 ივნისის შეთანხმებაში ისრაელსა და ლიბანს შორის, რომელიც შეერთებული შტატების შუამავლობით შედგა და რომელიც ჰეზბოლას ძალებს ლიტანის სამხრეთიდან ევაკუაციისკენ მოუწოდებდა. გულისხმობ რომ იმ ტერიტორიებიდან ევაკუაცია, სადაც ისინი იბრძვიან, არაპრაქტიკულია, რადგან ეს ადამიანები ძირითადად ადგილობრივები არიან, ისინი ირანიდან არ მოდიან, ისინი ლიბანის სხვა რეგიონებიდანაც არ მოდიან. ისინი უბრალოდ იმიტომ რომ სხვა შედარების არარსებობის გამო ისინი ადგილობრივი ქითოთქონეუთია. ესენი არიან ადგილობრივი თავდაცვის ძალები, თუ გნებავთ როგორც ჰეზბოლამ ისინი დააწყო. ასე რომ ისინი ამ რეგიონიდან არიან. ისინი აქაურ ოჯახებთან არიან დაკავშირებულები, ქორწინებით, მათ ყავთ ოჯახები, ან როგორც გინდათ. ეს არ ნიშნავს რომ ისინი ცუდი ადამიანები არ არიან, მაგრამ მათი წასვლის მოთხოვნა შეცდომა იყო. ასე რომ ისინი იქ დარჩებიან. ისინი შეიარაღებულები დარჩებიან. ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა თუ ისრაელის თავდაცვის ძალებმა სრულად არ გაწმინდეს იქიდან წასვლამდე, იქ დარჩება. და ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ ლიბანის ჯარისკაცების კადრები, რომლებიც ცდილობენ ჰეზბოლას ამ ნარჩენების იძულებით განიარაღებას, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ახლახან აღნიშნეთ, ჰეზბოლა კვლავ პოპულარულია ლიბანელ შიიტებს შორის, მათ შორის იმ სოფლებში, საიდანაც ისინი მოდიან, სადაც ისინი ცხოვრობენ. ეს რომ ეს ყოველთვის იყო და იქნება ლიბანის არმიისთვის გადაულახავის სირთულე, ჰეზბოლას ძალებთან დაპირისპირება. წარსულში ისინი ასე იქცეოდნენ, ცდილობდნენ რაღაც საშუალო გზა ეპოვათ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნა ერთი ინციდენტი, მგონი დეკემბრის ბოლოს. სადაც ლიბანის არმიის ჯარისკაცებმა წინასწარ აცნობეს ჰეზბოლას ადგილობრივ კოორდინატორებს, რომ ისინი მიდიოდნენ ერთ-ერთ რაიონში შესამოწმებლად, იანუჰას სოფელში, სამხრეთ ლიბანში. და ფაქტობრივად მათ იქ ყოფნისას შეთანხმება გააფორმეს, რომ ჰეზბოლა გაიყვანდა თავის რესურსებს ამ ობიექტიდან. ლიბანის არმია დაადასტურებდა, რომ იქ იარაღი არ იყო და ყველა დარჩებოდა მოგებული. ლიბანის არმია წარმოაჩენდა თითქოს საქმე გააკეთა. ჰეზბოლა შეძლებდა შეინარჩუნებინა თავისი იარაღი, ყველა სახლში წავიდოდა. ეს არის მთავარი შეშფოთება, რომ ლიბანის არმია კიდევ ერთხელ ამ გამოწვევის ფონზე შუა გზას აირჩევს, როგორც წარსულშიც გაუკეთებია. ბევრი რამ არის კიდევ დასაკვირვებელი, რადგან ეს მხოლოდ ამ განხორციელების დასაწყისია. დევიდ დაუდ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად იყავით i24 News-ზე. გმადლობთ.